არის ავტომობილი, რომელსაც აქვს გარანტია, ელექტრო, ავტომატიკა და 4x4-ზე, ხო? უკეთესი არ არსებობს. ახლა უყურე, გიო, ერთი წუთი არ გაინძრე. ჩვენ დიდარი კაცი ხარ და გიო არის მდიდარი კაცი ვიძია. ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება, აი, შეხედეთ. გიომ შეიძინა iPhone და წუხელ iPhone რო შეიძინა 60 კაცი ყავდა სუფრაზე, აიგე, რო აგვეღნიშნა iPhone. უყურე ახლა. აი ეს iPhone არის თელ საქართველოს და ხო? ვისაც დღეს საშუალება აქვს. თორა და აქვს iPhone 16, 15, 12, ხო? ეს iPhone საიდან მიდის? სად კეთდება? ეს ხო არის ყველასთვის მისაღები. ყველა ადამიანისთვის ხო მისაღები და სად კეთდება? ჩინეთში. და თუ iPhone-ი ამ დონეზე გააკეთეს, შეხედე. და აი მე არ მაქვს iPhone, იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის საშუალება. კაცს აქვს საშუალება და იყიდა, ხო? და არის საუკეთესო, ხო? ბედნიერებაში. აი უყურე, ახლა დათო. უყურე, კარები როგორ იკეტება უბრალოდ. უყურე, ნახეთ. აი უყურე. მოიწიე გიო, უყურე. შეხედე. მსგავსი ავტომობილი მე არ ვიცი, აი მე მინდა მართლა გეუბნებით რომ მოიწიეთ ბიჭებო ახეთ. მე კოტე, უყურე როგორ არის. აი ეს ავტომობილის ვიზუალი, მოტორი, კაროვკა, გული, რამე თუ არსებობს, ასეთი დიზაინის ავტომობილი თუ გაკეთდებოდა, მე ვერ წარმომედგინა და მე მინდა მართლა აი ამ ვინც ამის დიზაინი გააკეთა მას დიდი მადლობა გადაუხადო. უყურე, ჩვენ ეს ავტომობილი, ვინც მე მიცნობს, დამიჯერეთ რომ ნუ დახარჯავთ გოიმურ მანქანებზე, ამერიკიდან მოყვანილ გადაჭრილ და ჩაძირულ მანქანებზე ფულს და მე ქუჩა აქედან ბათუმამდე რო ჩახვიდე 700 მანქანა შეგხვდება გაფუჭებული. ნაავარევი, რატო? როგორ შეიძლება ჩვენ ხო შევესწარით? ანი, ცხვირი მოიტანეს ამერიკიდან და უკანა მხარე დუბაიდან. ერთმანეთს მიაკრეს და ეს მანქანა არასდროს ავტომობილი არასდროს არ იქნება. ამიტომ ჯობია ცოტა გაიჭირო და იყიდო კარგი ავტომობილი და რა ფაში ვყიდით ევროპაში ღირს 120.000 евро და ჩემთან ღირს 27.900 დოლარად მივცემთ ჩვენ ავტომობილს, ხო? თან მარტო ექნება ნომერი ასაღები. არის ისეთი რამე კოტე, თქვათ, რომ რამე ვერ გავაგებიეთ ხალხს, მოსახლეობას. ფიქრობ რომ არა, იმიტომ რომ საბოლოოდ თქვენ კარგად თქვით, რომ საქართველოში უკვე ელექტრომანქანების ერა და უკვე ნამდვილად შეიძლება რომ BYD არის თან ბრენდი, რომელსაც შეგვიძლია ადამიანი ძალიან